ჩვენ წინაშეა კიდევ ერთი სამშვილდო ტესტი, ნახეთ, კვლევები აჩვენებს, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა ამცირებს გულსიზრდათა დაავადებების რისკს, თუმცა სხვა კვლევების მიხედვით ბევრ პროფესიონალ სპორტსმენს ჟანმრთელობის სერიოზული პრობლემები აღენიშნება. ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად რომელი აქარწყლებს მოჩვენების წინააღმდეგობას კვლევების შედეგებს შორის. ესეც იმ კატეგორიის ტესტებია, რაზეც ჩემს მოსწავლეებთან სულ ვარჯიშობდით. არის კონკრეტული ჟანრი დავალებებისა, რომელიც ასე არის ფორმულირებული, რას ნიშნავს ეს კითხვა. ეს კითხვა ნიშნავს, ნურთს პირველ წინადებას დაუკარგავ თავის ვალიდურობას და ნურთს მეორეს წაართმევ თავის სიმართლეს. ანუ აქარწყლებს მოჩვენების წინააღმდეგობას ნიშნავს, ჩვენ შემთხვევაში პირველი კვლევაც სწორი უნდა იყოს, მეორე კვლევაც უნდა ვალიდური იყოს, უბრალოდ ერთმანეთს თუ ეჯახება აზრობრივად, მოჩვენებითია ეგ, ანუ არ არსებობს სინამდვილეში მათ შორის განსხვავება რა, როგორც ასეთი ლოგიკური ჩავარდნა. უბრალოდ უნდა შეარიგო ეგ ორი წინადადება ერთმანეთს, ხო? როგორ უნდა შეარიგო? მაგაში 5-დან 1 ვერსია მოგეხმარება, ხო? და საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს ეს მოჩვენებითი წინააღმდეგობა ან წინააღმდეგობრიობა. რატო? იმიტომ რომ სწორედაც რომ მოჩვენებითია და აი საერთოდ არ არსებობს. ანუ იდეა ისაა რა, რომ თუ ფიზიკურად აქტიურია ადამიანი და დაავადებების რისკი უმცირდება, როგორ გახდება ისე, რომ სპორტსმენებს, პროფესიონალებს პრობლემები ექნებათ, ხო უცნაურია. აბა პირველი. ავერსია, ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, ხანდაზმულებისთვის კი საზიანოა. საერთოდ, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ვერსია, გახსოვდეთ, რომ სავარაუდო პასუხებში, განსაკუთრებით მსჯელობის ეს შესუსტება გაძლიერებაში და რაღაც წინადადების შესწავლისას, ხო, სავარაუდო ვერსიები აბსოლუტურ ჭეშმარიტებად უნდა მიიღოთ. ანუ ეგ ვიცით, რომ ხანდაზმულებისთვის საზიანო არ არის აქტივობა პირიქით, მაგრამ უნდა მიიჩნიო, რომ ეგრეა და მე რას მაძლევსო შენ თავს კითხვა უნდა დაუსვა, ხო? ნახეთ, თუ ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის და ხანდაზმულებისთვის კი საზიანო, ეს ამ ორ წინადადებას ვერ შეარიგებს და რატო? იმიტომ რომ პროფესიონალი სპორტსმენი, ხო, ვერ იქნება ხანდაზმული. მაგაში ორი აზრი არ არსებობს. ანუ აქტიურ პროფესიონალ სპორტსმენზეა საუბარი, ხო? ეხლა თუ მაინდა-მაინც რაღაცა ჭადრაგზე არ არის საუბარი და ასე შემდეგ. ანუ ნახე, როგორი თემა, თუ სასარგებლოა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის და პროფესიონალი სპორტსმენები ახალგაზრდებში გადიან, ანუ მაგ კატეგორიაში ჩავწერდით, მაშინ გაურკვეველი რჩება, რატომ შეექმნათ სერიოზული პრობლემები, იმიტომ რომ ფიზიკური აქტივობა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის დაიყოს სასარგებლო, ანუ ახალგაზრდა პროფესიონალი სპორტსმენისთვის, ხო? და რომ შეექმნა სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობის, რატო? ხო ამბობს სასარგებლო არისო. და კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდებოდა. რაც შეეხება ის, რომ ხანდაზმულებისთვის საზიანოა, ნახე, კვლევა, რომელიც ჩატარდა ორიგინალში, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა ამცირებს გულსიზრდათა დაავადებების რისკს, შეიძლება მაგ კვლევაში ხანდაზმულებიც იყვნენ. და თუ მაგას დაუშვებთ, ხო? მაშინ საზიანო რო არის ხანდაზმულებისთვის, ეგ ეჯახება კვლევის შედეგებს. საზიანო კი არა, პირველში წერია სასარგებლო არისო. და ამიტომ ვერ გაგცემს იმ კითხვაზე პასუხს, ვარჯიში რომ კარგია, რატომ შეექმნათ პრობლემა პროფესიონალებს. ვერსია, ფიზიკური აქტივობის დადებითი ეფექტი ვლინდება ზომიერი დატვირთვების დროს, ხოლო დიდი დატვირთვები შეიძლება საზიანო იყოს. ხო. ანუ რაზეა ბეში საუბარი, რომ ზომიერად თუ ივარჯიშებ, ხო? მაგ დროს მართლაც შეგიმცირდება გულსიზრდათა დაავადებების რისკი, როგორც პირველი კვლევა აჩვენებს, ხო? მაგრამ თუ ძალიან გადაიღალე და უკვე აი ქანცი გაგძვრა და აღარ შეგიძლია მეტი და მაინც დარბი ხარ, ხო? ეგ შეიძლება საზიანო იყოსო, მართლა შეიძლება საზიანო იყოს, გული გაგისკდეს და ასე შემდეგ, ხო? და სწორედ ეგ ახსნის ამ მოჩვენებით წინააღმდეგობრიობას. ანუ რატო? იმიტომ რომ არც პირველ კვლევას ართმევს იმ შედეგს, რომ ვარჯიში რეგულარულად, სისტემატურად კარგია და გულსიზრდათა, როგორც მინიმუმ გულსიზრდათა დაავადების რისკს შეგიმცირებს, ანუ თუ სიტყვაზე იძუნძულე, იარე დილით და ასე შემდეგ, ხო? ეგ დადებითი ეფექტი, როდის
გამოჩნდება სწორედ მასეთ დროს, როცა შენ თავს ლიმიტზე არ ტესტავ, ანუ შენი შესაძლებლობების ქვემოთ ოპერირებ. ანუ ზომიერად იტვირთავ თავს, ხო, თუ შეგიძლია სიტყვაზე, რავი, 30 აზიდვის გაკეთება, აკეთებ 10. თუ შეგიძლია 50 კილომეტრის სირბილი დაფარვა, ხო, ირბენ 5 კილომეტრს და ასე შემდეგ. და მასეთ დროს შედეგი კარგი იქნებაო, ანუ დაავადებების რისკი შეგიმცირდება, მაგრამ დიდი დატვირთვა რას ნიშნავს? პროფესიონალ სპორტსმენს ევალება დიდი დატვირთვა. ისე ვერ გახდება პროფესიონალი. შეუძლებელია, ხო და ბევრი პროფესიონალი სპორტსმენი დიახ, დიდი დატვირთვის ქვეშ არის, ანუ მსმელი როცა გეუბნება, მიდი ბოლომდე, ეხა მაგ დროს რა უნდა ქნა, ხო? ლიმიტზე მუშაობ რა და მაგ დროს შეიძლება მართლა დაეცე. და კოლაფსი განიცადო, ხო და მაგიტო შეექმნათ თურმე ბევრ პროფესიონალ სპორტსმენებს სერიოზული პრობლემები, რომ ისე დაიტვირთენ, რომ მათმა ორგანიზმმა მეტს ვეღარ გაუძლო. და ეს იქ უნდა იყოს პასუხი, ხო, ეს B ვარიანტი. შეარიგებს იმ ორ ვერსიას, რომ თან ერთი მხრივ კვლევა აჩვენებს, რომ კარგია ვარჯიში და კარგია როდისო B ვარიანტი გიხსნის, როცა ზომიერად ვარჯიშობ. ცუდია რა დროსო, რატო შეექმნათო ბევრ პროფესიონალ სპორტსმენსო პრობლემაო? იმიტომ რომ დიდად დაიტვირთენ და მათი ორგანიზმი გადაიტვირთა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვარჯიში ცუდია. უბრალოდ ცუდია, როცა ზომიერებას კარგავო და მაგ შემთხვევაში გაქარწყლდებოდა წინააღმდეგობა, რომელიც არც არსებობს ამ ორ წინადადებას შორის. გევერსია. სხვადასხვა სახის ვარჯიში განსხვავებულად ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ეგ კარგი, მაგრამ შეიძლება პირველ კვლევაში ვინც გამოკითხეს, ეგენი ზუსტად იგივენაირად ვარჯიშობდნენ, როგორც მეორე კვლევაში პროფესიონალი სპორტსმენები. ანუ შეიძლება ვინც რეგულარულად ფიზიკურად აქტიურია, ხო, ის დარბის, პროფესიონალი სპორტსმენის დარბის. ვიღაცა დადის, პროფესიონალი სპორტსმენიც დადის. ვიღაც ძუნძულებს, ერთიც ძუნძულებს, მეორეც. ვიღაც ეგრეთ წოდებულ ბუქნებს აკეთებს, მეორეც აკეთებს. ვიღაც აზიდვებს აკეთებს, ესეც აკეთებს. ვიღაც ლახტზე დახტის, მოყვარული პროფესიონალიც დახტის და ასე შემდეგ. ამიტომ ეგ ისე ურჩება კითხვის ნიშანი, რომ თუ ვინც ლახტზე დახტის სიტყვაზე გულსიზრდათა დაავადების რისკი შეუმცირდა, პროფესიონალ სპორტსმენს რატო შეექმნა პრობლემა? ეგრე მარტივად შეხედეთ ხოლმე რა. თუმცა ფანტაზიის გახსნას მოითხოვს კი. დევერსია ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი შედეგი მოსდევს. პირველ წინადებაში რეგულარული ფიზიკური აქტივობა ამცირებს გულსიზრდათა დაავადების რისკს, რომ წერია არ არის დაზუსტებული, როგორი ადამიანები გამოკითხეს. შეიძლება ეგენიც ინტენსიურად ვარჯიშობდნენ და მაგ შემთხვევაში გულსიზრდათა დაავადების რისკი მაინც წერია, რომ შემცირდაო. ამიტომ კითხვის ნიშანს დაბადებდა. დევერსია ახსნიდა მხოლოდ ბოლო ნაწილს. თუ ბევრი პროფესიონალი სპორტსმენი დაავადდა, ასე ვთქვათ, ეგ იმიტომ, რომ ინტენსიურად ვარჯიშობდნენ პროფესიონალები და ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახა ეგ ფაქტი. მაგრამ ვინც რეგულარულად ვარჯიშობს რა, გამორიცხულია, რომ ისინი ინტენსიურად იტვირთებოდნენ ყოველთვის უბრალოდ ესე ხელს გაიქნევენ და დადიან, არა, ხო, ვიღაცები შეიძლება იყვნენ, რომ ინტენსიურად ვარჯიშობენ ამ კვლევაში. ხო და მაშინ ეგენი კიდე ნაკლებ რისკში არიანო და მაინც კითხვის ნიშანი დარჩებოდა თუ რატო, ხო? და ევერსია ფიზიკური აქტივობის გავლენა ჯანმრთელობაზე დამოკიდებულია ადამიანის გენეტიკურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებებზე. ხო, საინტერესო ვერსიაა. ანუ თუ შენ ვარიანტი გინდა რომ იყოს სწორი, მაშინ უნდა წარმოიდგინო, რომ პირველ კვლევაში გენეტიკურად და ფიზიოლოგიურად სხვა კატეგორიის ადამიანები იყვნენ და პროფესიონალი სპორტსმენები, ვინც აღწერა მეორე კვლევამ, რომლებიც აღიწერენ მეორე კვლევის მიერ, ეგენი გენეტიკურად და ფიზიოლოგიურად სხვანაირი აღნაგობის და შემადგენლობის იყვნენ, ხო, ასე რა ვთქვათ და ეგ კიდე უტოპიური დაშვებაა. ანუ ჩვენ ადამიანები განსხვავდებით გენეტიკურად და ფიზიოლოგიურად, ეგ გასაგებია, მაგრამ ხო შეიძლება პირველ კვლევაში ისეთი ადამიანი იყოს, ვინც ჯანმრთელია, ფიზიოლოგიურად ჰგავდეს ისეთ ადამიანს, ვინც პროფესიონალ სპორტსმენად იწოდება და სულ ორი ვარიანტი როა იყო, აი შენ და მე სიტყვაზე. მე ვთქვათ პროფესიონალი სპორტსმენი ვარ, ხო? არ ვარ, მაგრამ სამოყვარულო ტურნირებზე გავდივარ ჩოგბურთის და ვთქვათ, შენ კიდე ისე მოყვარულის სტილში, არც მოყვარულიც არ ხარ, ვთქვათ ისე
ვარჯიშობ. გასაგებია მე და შენ გენეტიკურად განსხვავდებით ერთმანეთისგან. შეიძლება ფიზიოლოგია ძალიან მსგავსი გქონდეს, ან იდენტურიც კი, ხო? და მაგ მხრივ ვერ ხსნის ეპასუხი თუ რატომ აისახა ვარჯიში კარგად შენზე და ჩემზე ცუდად, ხო ხდები? იმიტომ რომ გავართ მე და შენ ერთმანეთს. და რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ გენეტიკურადაც კი შეიძლება ძალიან მსგავსი იყოს ორი ადამიანი. ნუ იდენტური არ არსებობს მესმის მაგდენი, მაგრამ ნუ მსგავსება ხო იარსებობს, ეხლა დნმ-ში განსხვავება ყოველთვის არის. ხო და აი უბრალოდ ვარიანტი გეუბნება, რომ როგორიც არისო ადამიანიო, მასე აისახება ფიზიკური დატვირთვა, აქტივობა მასეო. ხო და ნახე, როგორიც არის ადამიანი, ყველა ადამიანი ვართ. და ვიღაცა მივარჯიშა გულსიძაფთა დაავადების რისკი შეუმცირდა, ასევე სხვა ადამიანმა პროფესიონალმა სპორტსმენმა აივარჯიშა და პრობლემა შეექმნა. რატო? ფიზიკური აქტივობის გავლენა, რომ დამოკიდებულია ადამიანის AMR კომპონენტზე, ნუ თუ იმაზეა პასუხი სპორტსმენი რატო დაავადდა, ანუ გენეტიკურად და ფიზიოლოგიურად უკვე მოწყვლადი იყო და მაგიტო მაგ დროს ისეთ დაშვებაზე წასვლა გიწევს, რომელიც ნუ ძალიან არარეალისტურია რა. ნუ ყველა ვარიანტში ბ უნდა იყოს სწორი პასუხი, იმიტომ რომ შერიგება ორი ვერსიისა ხდება ბ-ში. ვარჯიში კარგიაო იქამდეო სანამ დაეცემიო, მაქამდეც კი არ უნდა მიიყვანო საქმეო, ზომიერად ივარჯიშეო და სპორტსმენი კიდეო, პროფესიონალი, ვინც ამ პროფესიონალი ვერც გახდება და ვერც შეინარჩუნებს მაგ დონეს თუ ძალიან არ დაიტვირთა და ეგ დიდი დატვირთვა შეიძლება მასზე ცუდად აისახოს. სწორედ მაგიტო გახდნენ ცუდად პროფესიონალი სპორტსმენები, ანუ რაღაც პრობლემები შეექმნათ, მოსალოდნელია, რომ ეს ყოფილიყო გულზე, დიახ. ხო, ანუ ბ-ვერსია გეუბნება. ვარჯიში ცუდი არ არის, უბრალოდ ზომიერად ქენი რა და მასე გაქარწყლდა წინააღმდეგობა, რომ ავტორი ცდილობდა ეთქვა, რომ ვარჯიში ცუდია, იმიტომ რომ პროფესიონალი სპორტსმენები დაავადდნენ. არა, ცუდი არ არის. ზომიერად ყველაფერი კარგიაო და თუ ვინმე დაზარავდა, იმიტომ რომ დიდი დატვირთვა ქონდა. მიიღო დიდი დატვირთვა. გავიგეთ ხო? აი ეს შეიძლება ითქვას რა.